იო მოდი აგერ. წარი მეგიდეი და სტუძა. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ ფერაძის ქუჩაზე სადაც დღეს გამოასახლეს შუშუ მუქალი ქალი რომელიც მარტო ცხოვრობს ბარაკული ტიპის დასახლებაში ძალიან რთულ პირობებში ჩვენ ამ ქალის შესახებ გიყვებოდით ერთ-ერთ სტატიაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ მის შესახებ მომზადებული ვიდეო ბათუმელების როგორც YouTube გვერდზე ასევე Facebook გვერდზე გულნაზ ფერაძია ეს ქალბატონი რომელიც როგორც თავად ამბობს მოატყვა ქვარმა თავის სახელს სადაც ცხოვრობდა ბინას სადაც ცხოვრობდა გადაიფორმა და ამის შემდეგ დარჩა უსახლკარო და წლებია ცხოვრობს ამ ბარაკული ტიპის სახლში ნაქირავე ბინაში და როგორც დღეს ირკვევა ის მესაკუთრემ თვითნებურად გამოასახლა მიმართა ქალმა პოლიციას მაგრამ პოლიციამ ის არ დაიცვა თავად მოგვიყვება ამ ყველაფრის შესახებ რა მოხდა ეს არის ის ნივთები რომელიც ქალბატონ გულნაზს ეკუთვნის და გამოუყარა მესაკუთრემ თავისი ნაქირავი ბინიდან მოგესალმებით ქალბატონ გულნაზ რომ მოგვიყვეთ რა მოხდა თქვენს ბინაში თქვენ ეს ბინა რომელიც ახლა გამოკეტილი და ბოქლომიადებს შესასვლელს ამ ბინის აქ ცხოვრობდით რამდენი ხანი ცხოვრობდით წელიწადი და 4 თვე იყავით ნაქირავებში ხდიდით ქირის თანხას კი ბატონო თვეში 300 ლარს ვხდიდი ამ ბინაში ხო რომელშიც ორი თვის წინ ჩავარდა იატაკი და ვთხოვე მე საკუთრეს რომ გამიკეთეთ რო ვთხარი რომ გამიკეთე მე ისა რა ქვია 150 ლარი დაიტოვე 150 ლარი გადმომირიცხავ მე ვთხარი ყველას გადმოგირიცხავ და თქვენ გამიკეთეთ მეთქი ხო გადაურიცხე ეს ფული შემდეგ არავითარი რეაგირება არ იყო აი ხა გავიდა ეს ერთი თვე არ ჩამოვიდნენ ამ ერთი თვის განმავლობაში არც ფული გადაურიცხე ერთი თვის ხო არ ჩამოვიდნენ ჩამოვიდა 2 დღის წინ თავი პირველად რო დაურეკე 4 ივლისს უთხარი რომ რას ელოდებით მე უთხარი გამიკეთეთ რომ ძახს უკვინა მე უთხარი თაგმა და სახში ვერ ვატევ ღამე ეს თქო ან თაგვები იყო ამ ბინაში ხო თაგვები კი ბატონო და სხვადასხვა მე მახსოვს ძალიან რთული პირობები იყო ამ ბინაში და მორიელებიც კი ბატონო მორიელმა მიყინა შარშან კი ბატონო ხო და რო ვთხოვე რომ მე გამიკეთეთ ხო საერთოდ ერთი თვე რო გადაურიცხე ივნისის თვეში არაფერი რეაგირება არ გააკეთა ამ ქალბატონმა შემდეგ 4 რიცხვი იყო 5 დაუკავშირდი მე ვთხარი ნანი რა შვებით ხო ეს მესაკუთრე ხო მესაკუთრე კი ბატონო მიკეთე ან თქვენ შეგითახდათ იმაზე რომ გააკეთებენ ამ ბინაში რემონტს კი ბატონო გაგიკეთებთო მოვიდა თავისი შვილი საღამოს 6 საათი იყო დაბნელებული იყო მე ვთხარი რომ შეიძლება რაღაცამ გიკპინოს ღამე არ შეხვიდეთ ხო კარგიო მაშინა მერე ჩამოვალო და არ ჩამოსულა თავისი შვილი არაფერი არ გაუკეთებია და ფულზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი ვუთხარი რომ რო გააკეთებთ ამ ფულს მოგცემთო ბალკები უნდა 6 მეტრიანი კი ბატონო მე ვუთხარ და არ გადამირიცხია ეს თანხა 300 ლარი მე ჩამოვიდა ხო ან რამდენი თვის ფული არ გაქვთ ახლა გადახდილი ერთი თვე გაქვთ ხო ერთი თვის ფული 300 ლარი არ გადაგიხდიათ მარტო ხო ერთი თვე კი ბატონო ახლა მოდის 10 რიცხვში მეორე თვე ვთხოვე რომ გამიკეთეთ ხო დამიწყო ტელეფონში ჩხუბი შევკამათდით მე და მან დამიწყო უწმაწური სიტყვები მე მოვიდა თავისი შვილი რომელმაც აქ მე ხელი გამარტყა თავისმა გოგომ ჩემს ერთად იყო ეს როდის მოხდა ეს მოხდა ერთი თვეა თვენახევა ერთი თვეა თითქმის როცა მიმართე მეორე დღეს პოლიციას რომ მიმართე არაფერი დავიბარეთო შემდეგ ჩამოვიდა ჩაგიტარდეთ ექსპერტიზა რამ შემოწმეს ან ფიზიკურად შეგე ხო არაფერი არ დაწერენ არ დამაწერინენ დღესაც არ მაწერებინებდნენ რომ მოვიდა მან თვითონ კარი გატეხა ეს ამას რო ძალიან თქვენ სახლში არიყავით და ამ დროს გატეხეს კარი გატეხა გამომიყარა გარეთ დაამტრია აგერ ნუ რაც გამაჩნია დანარჩენი და თქვენ ნივთები დაზიანდა კი აი დაზიანებულია ყვავილები დამიზიანა იქ შემდეგ ყველაფერი გამომიყარა გარეთ ან თქვენი ყველა ნივთი ახლა უკვე გარეთ აწვია არა დივანი საწოლი მაცივარი გასქურა ყველაფერი დაიტოვა შით და ჩამოვა ბოქლომი მეოთხე თქვენ ყოფილების მოადგილემ მითხრა თქვენ მიხვედით პოლიციაში თუ თავი წაგიყვანეს ვიდეოც მაქვს აგერ გადაღებულები ერთმა პოლიციელმა გადამიყვანა ერთმა დარჩა ამდენი არ იყო გამოლაგებული იმ პოლიციის თვალწინ კიდე გამოიტანა აი ესენი ჩაალაგა თვითონ დაყარა აგერ დამიტეხა ისინი
გამოყარა იმ ანუ პოლიციის პოლიციამ ეს პროცესი არ შეეჩერა. ხო, იმის მიუხედავად რომ აღსრულების ბიურო ჩართული არ იყო ამ ყველაფერში და ოფიციალურად არ მოხდა თქვენი გამოსახლება, იმიტომ რომ მე აქვე ვეთყვი ჩვენს მაყურებელს რომ გამოსახლება სჭირდება ოფიციალური პროცედურა, რომ არსებობდეს გადაწყვეტილება მოსამართლის მიერ მიღებული და ამის შემდეგ უნდა განახორციელოს ეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და არა მესაკუთრებოდ. ბინის მფლობელი ეხლაც თქვენ ხართ, ხო, როგორც ჩანს. კი ბატონო და ესე მითხრა, რომ მივედით პოლიციელმა მითხრა, რომ 6 თვის არ გადახტილია. როცა მე დავსკრინე საქართველოს ბანკიდან, რომ ურიცხავდი მე 300 ლარს და არ მქონდა მარტო გადახტილი 300 ლარი 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე. ერთი თვის. ეს ყველაფერი რო უთხარი, მანამდე ჩხუბი დამიწყო, რომ მიდი და შენი ადვოკატი მოიყვანე და ესეთი და რომ როგორც გავხდი ცუდად სკორში დავრეკე, მაგრამ მე უკვე რომ აღარ მინდოდა ძალიან ცუდად გავხდი, რომელსაც მე ვზივარ დიაზეპამზე და სოლიანზე. ამის ნიადაგად პოლიციელმა რო და აულღევდი მე. ხო და რომ ასე მითხრა ამ პოლიციელმა ეხლა რომ მიხვალო და გატეხავო, დაგაკავებო. ანუ ვერ შეხვალთ ამ ბინაშიო. ეგრევე დაგაკავებო პოლიციის ეს ვინ იყო, ვინ გითხართ? მეოთხე ქვეგაყოფილების მოადგილე. გვარი ხომ არ გახსოვთ? აუ, გოჩამბონი. ანუ თუ შეხვალთ და ამ ბინაში, რომელიც თქვენ გაქვთ ნაქირავები, თუ არ შეთანხმდები და ისე და შეხვალო. სადაც ჯერ კიდევ არის თქვენი ნივთები, ანუ აღშიგილეთ შეხვიდეთ თო. შიგნითა ეს ნაწილი გამოყარა. ხო და თუ შეხვალ და ბოქლომს მოხსნი, მე დაგაკავებოდა. მან რო გამიტეხა მე, დაჟე საბუჩის არ წერდე. საბუჩიც არ წერდე, ქალმა არც მითხრა, ძაღლებით ერთად გარეთ ვიყავით, არ მითხრა რომ ის არა ქვიაო რომ მოდი ან დავიცალი ან რაღაცა. მოვიდა მისი შვილი გუშინწინ, დამიწყო მუხარა, მე ვიცი რასაც გიზავ, მაგიო რა მუხარაო. მეოთხე პოლიციელებმა მითხრა. თუ მოხსნი და გატეხავ, დაგაკავებო სრული ამ სიტყვის. თქვენ არ გაქვთ სამუშაო, არ გაქვთ თქვენი საკუთრება და წასასვლელიც არსად არ გაქვთ ამ ეტაპზე, ხო? რამე შემოგთავაზათ, ვინმე მან სოციმუშაკი იყო მოსული, ან პოლიციამ რამე შემოგთავაზათ, სადაც წახვიდეთ? არაფერი, პოლიციელმა მითხრა, რომ წადი მერიაში. ხომ არ მიმართეთ მერიას? არა, არ პირდაპირ პოლიციიდან მოვედი აქ. მისაღები არის ესე თავშესაფარში ყოფნა თქვენთვის არა, იმიტომ რომ ძაღლები მყავს. და ვერ გადახვალთ და ვერ ვერ დატოვეთ. გადავალ, იმიტომ რომ მე ძაღლები მყავს. მე ძაღლებს ვერ დავტოვებ, იმიტომ თქვენი შემოსავალი რა არის ხა თქვენ? ჩემი შემოსავალია სოციალური 60 ლარი, შშმ პირის პენსია მაქვს 250 ლარი, მაგრამ ღებულობ 170 ლარს და მერია მირიცხავს ბინის ფულს 400 ლარს. ბინის ქირის ფულს გირიცხავთ კი მე? ბატონო, მერია მირიცხავს როგორც ვარ ზალადობის მსხვერპლი. აჩვენეთ ხართ კი ბატონო, ზალადობის. ყოფილი მეუღლისგან ზალადობის მსხვერპლი, ხო? ხო? ზალადობს და ის სასამართლოც მიმდინარეობს უკვე 5 წელია. რომელიც ახლა პასუხისგებაშია მიცემული იმის გამო რომ მან გადაიფორმა თქვენი ბინა, თქვენ დარჩით ბინაო. კიდე მაგი, რომელმაც ბინა გამიყიდა მე ქუჩაში დამტოვა და არავინ არ რეაგირებს ამაზე, რომელსაც შშმ პირს მე მან ზემოქმედების ქვეშ მომაწერინა ხელი გამაყიდინა ბინა, უпростоრად გადაიფორმა ტყუილი, რომ ვითო იპოტეკაში დიებდა. ხო და გაყიდა ბინა. ანუ თქვენ ახლა დაბრუნდით პოლიციის განყოფილებიდან, სადაც გამოკითხვაზე იყავით და ვერ შედიხართ უკვე საკუთარ ბინაში, რომელიც ბოქლომი ადებს, ხო? აი, გაკეთილი ბოქლომი, რომელზეც იძახის, მე არ გამიტეხიაო, აგერ არის, აგერ ამარ გასაღები, რომელიც მე დილას მოვედი. აქ ძაღლები წამოვიყვანე, გავედით გარეთ. ხო და ბავშვმა დამიზახა, რომ აი ანუ ვიდრე დაბრუნდებოდით სახლში, ამასობაში გაირკვა რომ თქვენი ბინის მესაკუთრე შესულა ბინაში, გამოუყრია თქვენი პირადი ნივთები და დაადო ბინას ბოქლომი. ყველაფერი აბსოლუტურად გარეთ გაყარა და აი ეს გაზი, ეს საფა, ეს იგი, ყველაფერი, მაცივარი, ყველაფერი დაკეტა. და თვითონ მეოთხე გაყოფილების მოადგილე მითხრა რომ ბოქლომს გატეხავ დაგაკავებ. და განცხადებაში როგორც მე შშმ პირი ანერვების ნიადაგზე რო ვერ ვკითხულობ და ჩემი დაკითხვა არ შეიძლება მარტო დაკითხეს ადვოკატის გარეშე. ორი დაკითხვა, კი ბატონო, ადვოკატის გარეშე დამკითხეს, არ გჭირდება ადვოკატიო. მოუწერე იქ რაც გჭირდებოდა და როგორც რო აი ვკითხულობ ეს საერთოდ რო ეს დავწერე, შემდეგ რამინიმ გადაიკითხა ჩემმა ადვოკატმა მაჭარავშვილმა და უთხრა ეს და ეს დაწერეო სამჯერ ეხვერძა.
რამინი მუთხრა თხოვნით მიმართა რომ დაწერე რომ ეს ასე მიმართა ძალით გატეხაო და ამას არ წერდა სოცხალი თავით. ამას ახლა თავად მოგუყობა რამინ მაჭარაშვილი, რომელიც აქვეა, თქვენი ადვოკატი, იურისტი. მოგესალმებით რამინ, თქვენ ახლდით როგორც გავიგეთ დღეს ქაბატონ გულნას, როცა გადაიყვანეს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, ხო? რა მოხდა და რას ნიშნავს საერთოდ პოლიციის ამგვარი ქმედება? ადასტურებთ იმას პირველ რიგში, რომ პოლიცია მართლა ასე უპასუხა მას, რომ არ აქვს უფლება რომ შევიდეს თავის ბინაში, რომ ფლობელი ხომ ქაბატონი გულნას ფერაძე, როცა მას აქვს დაქერებული ბინა და ამ დროს შეიჭრნენ მის საკუთრებაში, ხო? პირიქით ეს არის დანაშაული და თუ დაიწყო გამოძიება თქვენ ინფორმაციით ამ შემთხვევაზე. როგორც გიყვებოდა, ანუ ეს პირველი ფაქტი არ არის დაპირისპირების წინადღეებში იყო დაპირისპირება და იმ წინადღეების დაპირისპირებებზე როგორც თვითონ ადვოკატი არ მიაყვანიეს, ანუ რაში გინდაო ჩვენ მოვაგვარებთო და ანუ ისე გამოკითხავს რომ ადვოკატიც კი არ ჩართეს პროცესში, რაც არის დარღვევა. არ გინდაო, არ არის საჭირო ადარეკიეს. დღეს ახლა გუნდაზიმ რომ დამირეკა რომ აგერო გარეთ გავედიო დაღლეთ ვასეინებიდიო მოვედიო და აგერ მოვარდაო მე საკუთრად ტეხავ სახთო და ნიმფები უნდა გამომიყარო და უწყაი დარეკე პოლიციაში. თანამ მე მოვალკო და პოლიციაში დარეკა, მოვიდა პოლიცია და პოლიცია იდგა და უყურებდა როგორ შედიოდა ეს ადამიანი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ სახში და ზიდავდა ნივთებს და პოლიცია უბრალოდ უყურებდა. მიუხედავად ან პოლიცია უყურებდა თვითნებურად გამოსახლება შეიძლება ასე ითქვა და რეაგირებას არ ახდენდა ამ უკანონობაზე, ხო? მის თვალწინ ხდებოდა უკანონობა. მე პირდაპირ ანუ დამირეკა გუნდაზი მე ხა პოლიციაში გადავყავართო და წავედი პირდაპირ განყოფილებაში აღარ. ეს ხო მეოთხე განყოფილება. ბატონო მეოთხე განყოფილებაში მივედი და იქ იყო ასეთი სიტუაცია რომ ჯერ გამოგითხრა იყო ის ხალხი და გუნდაზი ის ხალხი ვინმე საკუთრეები? რომლებიც აქვე არ ცხოვრობენ. ხო და ეხლაც იქ არიან როგორც ვიცი ხო პოლიცია. ადრე გამოუჩინა ნუ ეს ადგილი ერთი პოლიცია დარჩა ადგილზე გუნდაზი გადაიყვანეს ის ხალხი გადაიყვანეს მაგრამ პრობლემა ისა რომ სახლი იყო ღია გადახრი და მოვედი და ბოხრამი დახვდა ესე იგი გამოდის რომ ის ხალხი ადრე გამოუშვა პოლიციამ არ უნდა ბიჭო დაადეს ბოხრამი იმიტომ რომ გუნდაზი და ის ხალხი რო წამოიყვანა პოლიციამ განყოფილებაში ბოხრამი არ ედო კაც და პოლიცია დარჩა ადგილზე ერთი პოლიცია მაშინაც ისე მაწერინებდნენ შესაბამისად ჩვენი გამოგიტყვი ძრო რომ მოვიდა მოუყვა სიტუაციას ქალბატონი გუნდაზი რა ხდებოდა როგორ და თქვენ წესრებოდით ამ გამოკითხვის პროცესს, ხო? მე ვეცრებოდი მანამდე ისიც მითხრან რომ 112-ში არ გახსოვს რამე რო დაგირეკე 112-ში არ დაგინახოთ დანარეკი ეს გითხრათ პოლიციელმა? ბატონო 112-ში არ დაგინახოთ დანარეკი სიტუაცია იყო ასეთი რომ ეს ფაქტი რომ ძალადობით შეწამოხდა ბინაში და გუნდაზის მიერ დადებული ბოქრომის გატეხვა და მფლობელობის დარღვევა რომელიც არის სისხლისამართლის დანაშაული მიუხედავად იმისა რომ ეს საკუთე ხარჯი ვინც ხარ მფლობელობის ეს არის ბინაში თვითნებურად შეღწევა ალბათ ხო ეს რაც არის სისხლისამართლის დანაშაული კი ბატონო არის ნუ მინიმუმ არის სისხლისამართლის კოდექსი 160 მუხლის დარღვევა აქ ბანდო საკეთის გამოცდა კი არ მოხდა. და ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით დაიწყო თუ რა გამოძიება ამ მუხლით. მესაკუთრის წინა. პოლიცია პირდაპირ გვეუბნება სანამ გამოგითხოს ოფიციალურად გააკეთებდა ძეპი საუბრებში რომ მესაკუთრია ყველაფრის უფლება აქვს რომ ვეკითხები რომ თუ გზმენია სისხლისამართლის კოდექსის მუხლით სადაც საუბარია მფლობელობის უკანონო დარღვევაზე. არაფერს არ მფლობელი არის ქალბატონი გულნაზი მას ჰქონდა და აქვს ნაკირავები ეს ბინა ხო? ქირავნობა არ შეწყვეტილა კანონმდებლობის დადგენილი წესით, იმიტომ რომ მფლობელობას ახორციელებდა, ძაღლები შიგნით ყავდა თვითონ ცხოვრობდა ნივთები შიგნით ქონა. დილი დადგა გამოვიდა, გაი ჩაკედა კანები გავიდა ძაღლების გასასეინებლად. გამოდის მათანე ვერც რჩებოდი ნახევარჯერ ხან მეგობარ მამაკაცთან რჩებოდი ხან ჩემ ნაჭმლის და ანუ როდესაც ესეთი წვიმები და რაღაცებია განსაკუთრებით პრობლემებია მოუპინა მაშინ გამოჭამა ნუნა თეთრი რომ ყავს იმა შეხედეთ ანუ პრობლემა ეგაა ზუსტად რომ პოლიციას არ აინტერესებს კანონის და ადამიანი თვითონ პოლიციელი მეუბნება რომ აქო შენო რა სულ კანონით ველაპარაკებიო აქო ადამიანური პოლიციელი გეუბნებათ რა კანონის ენით რატო ველაპარაკებიო სამართალ დამცველი შოქში ჩავადი და მაგე უთხრევ თქვენ ახლა მე პოლიციელი პოლიციის განყოფილებაში მივხვდი რომ პირველი კანონი კი არ არის პირველი ადამიანური ურთიერთობებია ადამიანური ურთიერთობები შეიძლება იყოს სხვა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თორე უფლებების დარღვევა როცა ხდება და კანონის დარღვევა ამჯერ არის კანონი
მერიანი ადამიანური ურთიერთობები. პირი მეუნება, მე უთხარ, თქვენ რომ ამბობთ მე საკუთრია და ყველაფრის უფლება აქვს. საიდან დაადგინა პოლიციამ ის ადამიანი, ვინც მიზანში შევიდა და ნიმუშებს ყრის და პოლიციელი უყურებს რომ მე საკუთრია, როგორ ადგენს? შენო გადაღებული გაქო, ასე რომ მოადგილე მეუნება, როტეხავდაო? ანუ როგორ დაადგინა მე საკუთრია მე პატრონემ როყრიდა. ხო ანუ ეგ არის პოლიცია კანონმდებლობით იმიტომ არის ამის უფლება რომ პოლიციელი ვერ დაადგენს საკუთრების უფლება ნამდვილია თუ არა. ხო სიამოვნებაში რა უნდა ექნა პოლიციას კანონის შესაბამისად? დალადობის ფაქტი პოლიციის იმიტომ თვითნებური შეჭრა იყო ბინაში და თვითნებური გამოსახლება დალადობა. უნდა შეიჩერებინა ეს პროცესი და დაიწყო გამოძიება, ხო? გადაეყვანა ეს ხალხი გამოძიებას გასაგრძელებლად და დაედგინა ფაქტები რა მოხდა, გამოეკითხა ორივე მხარე, პლუს დაესვა ადგილი იმათმა როგორც კი არა დაიცვეს ადგილი მიცეს უფლება რომ გაგრძელებული იყოს რაღაცეები, იმიტომ რომ ბოქლომი არ ედო, ცოტა მოვიდა გუნდაძე, გამოკითხვაზე გავშედით 2-3 საათი დაახლოებით, ჩვენზეა წამოვიდა ის ხალხი განყოფილებიდან, მოვიდით ბოქლომი დახვდა. ეს მესაკუთრები სად არიან ახლა? მესაკუთრები არ ვიცი, ჩვენ ზიადე გამოუჩეს განყოფილება. ისინი აქვე არ ცხოვრობენ როგორც იცით, არ ვიცი ახლა მიცემანთან ზუსტად ცხოვრობენ ახლა. რამდენიმე წევრია დედა, შვილები, ქმარი უცხოეთში მუშაობს, მე როგორც ვიცი. რაცა მასზე გაფორმებული ეს ბინი. ხო და საერთოდ გასაგებია ვის არის? ჩაადგერო, ჩემი ბინიდან ბინაგინა მეღო. ანუ ეს ფაქტი რა არის იცი სასაცილო? ის ხალი ვინც ეს ბინა გადახა ეს არ არის მის საკუთრებაში. ამასაც არ აქვს საკუთრების რეგისტრაცია ამ ბარაკზე, ხო? და მნიშვნელოვანია რომ ბარაკული ტიპის დასახლებაა და არავის არ აქვს საკუთრების რეგისტრაცია. მაგრამ ამბობს რომ ეს ბარაკი ჩემია. უნადი უბრალოდ თქვა რომ შევიდა და თანხას უხდი და მე საკუთრის უფლებამოსილების განხორციელება შეეძლო თუ არა ამ ხალხს არავინ არ იცის. შეიძლება მისი ქმრის სახელზეა საერთოდ და ეს მოვიდა და გადახა ბოქლომ. პოლიცია საიდან დაადგინა? მაგრამ საკუთრება არავის არ არის რეგისტრირებული ეს ბარაკი? ზუსტად პოლიცია მე არ გამოიძია პირდაპირ ჩათვალა რომ ეს ხალი არის მე საკუთრე ეს ერთი დაღვევა მე მეორე მე საკუთრე რომ ჩიქოს მაინც არა უფლება თვითნებობის და ეს მეორე ფაქტია ეს თუ გამოსახლება სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება, ხო? გამოსახლება ხდება სასამართლოს მიერ გაცემული გადაწყვეტილების საფუძველზე რომელიც კანონიერ ძალაში და ამას ახორციელებს აღსრულების ბიურო. და მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ბიუროში კი ბატონო გადაწყვეტილება რომელიც გამოვიდეს თუ აღსრულებაში არ გადავიდა საქმე არავის არ აქვს უფლება მივიდეს და გამოასახლოს ადამიანი. ესენი ადგენდა ქვეყანაში თვითნებობა თუ არის მასე ნებისმიერ მესაკუთრე შეუძლია შეუვა. ანუ პოლიციამ ხელი შეუწყო თვითნებობას, პოლიციამ ხელი შეუწყო უკანონობას, შეიძლება ასე ითქვას. ჩემთვის რომ თავადიო ეს ხალი იძახის რომ მესაკუთრეაო, თუ იძახის რომ მე ვენდობი მაგასო და ყველაფრის უფლებას ვაძლევო, თქვენ ახაო ბოქრობთ და გახვედეთ იქო პირდაპირ მიტყავთ წინასწარ გაესაუბრენ თუ რა უნქრეს არ ვიცი მე ფაქტია რომ ბოქრომი დაგვახვედეს რომ მოვედი. პოლიციელმა გამოსვლით გითხრა რომ ბოქრომს და გახვედებს ახლა ისევ თქვენ რომ გადახავთ თუ არა მაგას თუ დაგიჭერ შენო მე ვეკითხები ბოქრომი რო ქონა გუნაძის დადებული და გადახა ამ გამას თვითნებურად ძალადობით და თქვენ პოლიციელები უყურებით ამ როგორ გამონქონდა დალი დამხა რატომ არ დაკავდა მაშინ ის ხო თვითნებობა იყო ამაზე პასუხი არ აქვს უბრალოდ ჩუმად არიან და გუნაძე რასაც ამბობდა ცხუბი პირდაპირ ნიშნულ ხმამაღლა ყვირილი მომიცია პოლიციის განყოფილება იმისთვის რომ მოგალაკის ეს ხდებოდა მეოთხე განყოფილებაში, ხო? ვისაც საუბრობოდით კონკრეტულად? რამდენიმე პირი იყო ხან ერთი ხან მეორე ხან მეცენ ბოლოს ერთი გოგონა იყო ახალგაზრდა სახელი არ ვიცი ვინც ოქცადგენდა და იმას საერთოდ 4 ჯერ დავახევია ისახთან განმარტება იმიტომ იცი აიწეცა როგორც ჩვენ ვეუბნევოდით სიტყვა ძალით არის გადახვა და შეჭრას აიწევდნენ ცოცხალი თავით ახსნა განმარტებაში. მეუბნები რომ მე როგორც გეუბნები ისე უნდა ჩაწერო. როგორც წები მისი ნებით შევიდა სახში მესაკუთრე. ბიჭო მისი ნებით შევიდა მფლობელი ეჭიდაამდეგები და ძალით გადახა კაი შეიჭრა. ეგ არის სისხლისამართლის შემადგენლობა. არ ვიცი რამე კავშირი აქვს ამ ოჯახს მიმესტანით რამე ურთიერთობები აქვს თუ რატო იყო ეგ ასეთი მიკერძება პოლიციის მხრიდან ვერ ხვდები. აქ არის ძალიან ბევრი დაღვევა. პირველი სამსახურებრივი გულგრილობა, რომელმაც გამოიწვია პოლიციელების მხრიდან, კი ხო? ბატონო, პოლიციელების მხრიდან რომელმაც გამოიწვია ეს შედეგი, იმიტომ რომ აგერ მოსახლეობა ყვება რომ თქვენ რო გადაგიყვანეთ განყოფილებაში მის მეს გძელდებოდა მითების გამოტანაო. ანუ
ვიღაცები გადაიყვანეს და ვიღაცები ანუ ესე გადაიყვანეს კაპიტანი გუნდაზე პოლიციის განყოფილებაში, აქ პოლიციელი არც დარჩენილა, ხო, რომელიც მანამდე ხელს უწყობდა ამ თვითმფრინავებას. თალკე გუნდაზითაც წაიყვანეს, თალკე ის ხალხითაც მოიყვანეს, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ვინ როდის მივიდა განყოფილებაში, ხალხი ამბობს რომ წაგიყვანა გუნდაზის მწვრთნელს, აგერ უკიდე გძელებოდა ნივთების გამოტანაოდ ეთყობა ცოტაღან დარჩენ კიდე ისინი. ბანემ დაასრულებიეს ეს რაღაცები, დიდი ნივთები ვეღარ გამოიტანა ეთყობა მათში ვარი და დივანი. ხო. დანარჩენი გამოყანა დაადებია ბოქრომი როგორც ან პოლიცია მან შემდგომ ადრე რო გამოუშვეს მაშინ დაადეს არ ვიცით ფაქტია რომ გუნდაძე რო წამოვიდა უფრო ცოტა ნივთები მოვიდა ბოქრომ დადებული მეტი ნივთებია გარეთ პოლიციის არის ეს არის სამსახურები გულგირობა ზუსტად იმიტომ რომ დალადობა არ ახვდა პოლიციას უნდა დაეცვა ადგილი აღეკვეთა დალადობა გუნდაძე რომელიც ყველანაირად ადასტურებს ამ სახის ცხოვრობს იმიტომ რომ რამდენიმე თვეა უკვე პოლიციაში დევს ეს დაპირისპირების საქმეები და გუნდაძე რო აქ ცხოვრობს ეგ თვითონაც იცოდნენ სინამდვილეში რა გახდა ამ დაპირისპირების საგანი ის გამო გუნდაძე მოუწოდა მე პატრონს სახლი ჯერ ისეთაც სახლი არ ეთქმის ამასთან ცხოვრობ უვალდისი უბრალოდ გუნდაძის ეკონომიკა და არ შეუძლია უკეთეს იქიდაო ცხოვრობს ბარაკში ჩავარდა იატაკი გადაფხულზე და მოითხოვა შეკეთება. მოითხოვა შეკეთება, იმიტომ აქედან ამოდიან გვეჭამაები, მყრნელები, თახტად უკმინა მისწავს, რომელიც ყავს სახლი პირადად თვითონ საერთოდ უკმინა მორიელმა და ანუ მოითხოვა რომ იატაკი ცოტა და მუდმივად იყო საფრთხის ქვეშ შუშუმუ ქალი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ამიტომ დროდადრო ხანდახან თუ იყო ვიღაც იყო მორიელიც და ასე შემდეგ კაბინეტში. როდესაც არის განსაკუთრებული მაშინ რჩება მეგობართან აქვე ღამით, იმიტომ რომ წვიმები და რაღაცები როა განსაკუთრებული მაშინ შემოდიან მე ხოჭამოვნების სახლი. და ზოგჯერ გადადის ხოლმე მეგობრებთან რომელიც აქვე ცხოვრობს. ხოდა ანუ ამან გამოიწვია კონფლიქტი. ამან გამოიწვია შენო აი რემონტებს თქო დამინჩელეს დასწრაფოო. მაგრამ შევთანხმდით ჩვენ წაღან გვყებოდა კაპიტანი გუნდაძე რომ გაარემონტებდაო თავისი შვილი მოვიდოდაო და მაგრამ ეს პირობა არ შეასრულესო. გუნდანი ცოტა მოთხოვა რომ გამირემონტო მე ეს არ მოიწონე და მოთხოვა დაცლა. თავიდან დაპირდა რა თქმა უნდა მე პატრონი რომ იბატონო მე უკანონო თამაშილარი არ მინდა 150 შენ გაარემონტო და გუნდაძე მითხრა რომ ხალხითო როგორ გაარემონტო მარტო ხელა ადამიანია არავის არის თუ არავინ არ ყავს უთხრა რომ მე მიჩემნე ფლიან მოხსე შენი თამაშილარი თუ და აქედან შენ გამირემონტო ამ დავით გადაურიცხა და გადაუცა არაფერი არ გაკეთა მე რომ მოთხოვა პასუხი რატო დაარღვე პირობაო მე მოთხოვა მოუწაში და მიძალებინაო ეს არის უკვე სადღაც ივლისის ამბავი და ხა ივლისი, აგვისტო, სექტემბერი არის ბათუმში სეზონი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ და ხა სეზონი შუა აგვისტოში სადღაც წავიდეს და სადღაც ქირაოს ბინა. სამოქალაქო კოდექსი მაგას ითვალისწინებს, რომ ქირავნობა შეიძლება შეწყდეს კონკრეტული პირობების დაცვით. მათ შორის გოლიური ვადის მიცემით რომ ადამიანმა შეძლოს სხვა ქირა იპოვოს და არა უძღეში დამიცვალეს შენ გული და ანუ თქვენ იმას ამბობთ რომ შეიძლება და შეწყვეტილი იყო ეს ხაშაკრულება ამ მხარეებს შორის მაგრამ არა ასეთი მოთხოვნით ხო შუა აგვისტოში და ვადის მიცემის გარეშე გუნდაძე იმიტომ მე სეზონზე ვერ დაგითლებინა გამორიცხულია ვითხოვ გოლიური ვადა ხო ეს და მოუვარდა დილით ასეთი ვადა მიცემული არ იყო არაფერი რაიცვა და ანუ გოლიური ვადა ნიშნავს რომ ჩვენ დავდა ანუ ხაშაკრულება წერილობით იყო გაფორმებული წერილობით არ იყო სამწუხაროდ გაფორმებული და იმიტომ რომ ეს ქალბატონი მოურივდა მის ქმარს და სავარაუდოდ ეს სახლი არის მის ქმარზე, არავინ არ იცის ვიზია გაფორმებული, მაგრამ იმ ქმარი თქვენ არ გინახავთ თქვა დრეისში ვიზია რაოდ ეს ეკუთრება? ფაქტია, არ არის ასე გამოკლეუდა პოლიციამ რატო ჩათვალე ეს ასე დადგენილად ყველაფერი არ ვიცი. ხო ვინც გეუბნება პირდაპირ მე მესაკუთრება და ნამდვილად არის თუ არა მაშინ მე მესაკუთრება? შემიძლია გამოვაცხადო ამ სახლის მესაკუთრება, რომ მივიდე გამოვყავ ნივთები და პოლიცია იტყვის რომ თურმე მესაკუთრება ყოფილი. ხო, მაგრამ მესაკუთრება ჯერჯერ რომც იყოს, დადგენილიც რომ იყოს, ამის უფლება მაინც არ აქვს. ხო, იმიტომ გამოსახლებას აქვს თავისი პროცედურა. შეხედეთ კანონმდებლობით, იმიტომ არის პოლიციის თარევა აკრძალული ასეთ საკითხებში, რომ პოლიცია იმ წუთიერად ვერ დაადგეს ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუარი. მაგრამ უნდა შეაჩეროს უკანონობა და მას შეეძლო რომ შეეჩერებინა უნდა შეაჩეროს უკანონობა. კანონდარღვევა, იმიტომ რომ კანონდარღვევა აქვს ხუბია, ყალმაყალი, პლუს დალადობა ნივთების გამოყენებრივი დაზიანება. გამოსახლება ხომ უნდა შეეჩერებინა, იმიტომ რომ პოლიციელმა იცოდა რომ არ იყო მოსამართის გადაწყვეტილება და არანაირი აღსრულება ჩარეული ამ პროცესში არ იყო. ან თვითნებურად უკანონოდ ასახლებდნენ მოქალაქეს თან შუშუმ ქალს და ამაზე არათუ რეაგირება არ მოახდინა პოლიციამ, რამე პირიქით ხელი შეუწყო მან უკანონობას და თვითნებობას. და ხალხი პოლიციის წინაც ამბობს რომ კი ამას ნაკირები აქვს, მაგრამ ვაგდებდა თან ყრის ნივთები. ეგ უკვე საფუძველია იმისთვის პოლიციის თუ ეს ხალხი
ამას განარიდოს ჯერ ერთი ხო. გუნდს მიწეს უფლება რომ მისი მფლობელობით ისარგებლოს და დაიბაროს გამოძიების დასაწყებად ეს ხალხი განყოფილება ამას მარაგნი გუნდში ჩასწორ მანქანაში წაიყვანეს იმას უთხრეს რომ შენც უნდა წამოხვიდეო მაგრამ როდის წამოიყვანეს და როდის წამოიყვანეს გარავნა იცის როგორც ან კიდე გააგრძელებიეს ეს დაარდებიეს ბოქრომიან შემდგომ დაარდებიეს იმიტომ რომ ჩვენ გვიანობამდე დავწოვს 2-3 საათი და ისინი 1 საათში გამოუშვეს დაახლოებით მოვედი დავთააცეთ ეს აი ზუსტად თვითონ ქვეყანა მიმართეთ გენინსპექციას ვთქვათ რომ გამოიძიონ იმიტომ რომ პირდაპირ აგერ წამოვიდით ან პროკურატურას რომ გამოიძიონ სამსახურებრივი გულგრილობის ამბავი იმიტომ რომ თქვენ რასაც აშკარად ჩანს რომ არის სავარაუდოდ პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევა ადეკვატური მოპყრობა არამარტო ამ საქმეზე კი არა სხვა საქმეებზე არ მინახავს მაგრამ დღეს იყო რაცა საუცრება შეგიძლიათ დაასახელოთ ეს პოლიციელები და ანიგვე მეოთხე განყოფილების ეგეთყვი და ხაი მაგრამ მიქაური თანამშრომლები არიან განსაკუთრებით აი აღმაშფო და იმ ბანკმანო მოგალაგე დამოკიდებული დროს რასაც გეუბნება იმასო შენებურა დალამაზე ანუ არ დააფიქსირეს ოფისში ის რასაც ქალბატონი ყვებოდა სამჯერ დამახევი აღდაგამატების დოქმი და გუნდში ისე თუდად იყო რომ წაკითხვის თავი წაგო და ვაიზულე რომ წაეკითხა და საბოლოოდ დააფიქსირეს ის რასაც ქალბატონი გუნდზე ყვებოდა ბოლოს ხუბით და იმით როგორ იქნა სიტყვა დალადობა ვახსენებიეთ გამოკითხვაში მაგრამ ზუსტად ისე მაინც არ დააფიქსირეს როგორც გვინდოდა თუმცა სიტყვა დალადობა რა ჩვენ გვინდოდა რომ ნამდვილად ყოფილიყო აი მეოთხე ოქში ძლივს ჩავაწერია ანუ ძალადობაში გულისხმობთ ამ გამოსახლებას თუ სხვა მოვიდა დალადობით გუნდანი მუხავა არ ქნა მაინც გადეხა კარები შევიდა და გუნდაზე უნება რომ ნიტები არ გამოიტანო ეს აგდელებს ის ხუბი ყალმაყალი იყო პოლიციის წინაც გაგდელდა ეს ყველაფერი რომ მოვიდა პოლიცია უბრალოდ უყურებდა არ ერებოდა ამას ანუ მოგალაგე მაინც ამაი წექვით უნდა გაიგდონიო პოლიცია ჩაერიო მოგალაგე დაუნგვე ჯერ პრობლემების უფლება გონები უდაჯენება მიადგა იმიტომ რომ მოგრომი ჭურჭელი რაღაცები გაიტყდა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ნიუტები ახლა შეიძლება წინა თუ დაიწყო დაზიანდეს და გაფუჭდეს შესაბამისად ახლა გუნდს წაკეთ დაემუქრა პოლიცია იმიტომ შენო თუ კანონს დააღვევ დაგიჭერო მაგრამ იმათმა რომ დააღვიეს და დალიჩევდნენ ის არაფერი ეხლა საერთოდ წავიდეს ეს შეშომქალი ეგ არის ზუსტად ამ ქვეყანის უბედურება რომ მას არაბინ არაფერს არ სწავლაზობს არასათვალოს არ სწავლაზობენ თვითნებობს როგორც ჩანს ეს ფაქტი თვითნებობაა მეტი არაფერი იმიტომ რომ პოლიციელი უნდა იწევდეს კანონის მიღებები და არა თვითონ როგორც მიაჩნია ადამიანური ურთიერთობისთვის სწორად პოლიციაში არ როგორ შეიძლება პოლიციელმა ადვოკატის წინაშე აი ჯერ საერთოდ მოქალაქის წინაშე კი არა საერთოდ არ უნდა თქვა ეგ და მით უმეტეს ადვოკატის წინაშე ბოლო ანუ პოლიცია ადვოკატი თუ პროკურორი სამართლებრივად რაღაცა კუთვნილად კოლეგები და კოლეგა მეუბნება კოლეგაც რომ აქო შედო რა კანონის წინით მელაპარაკებიო აქო ჯერ ადამიანური ურთიერთობებია და მე კანონია და მე რომ ამაზე ცოტა გავცხადი და უთხარი პოლიციელი მაგას როგორ მეუნდები მეთქი რომ უფლების დარღვევა არა ჯერ კანონით უნდა განიხილო და მე პირიქით მეთქი შენობასეო ცხოვრებაშიო ჯერ ადამიანობაა მთავარი მასე შენო შედეგი მიახსო პირდაპირ ასე მიქცო ხოდა ამ ქვეყანაში თუ კანონი არ არის ჯერ და თუმცა პოლიციელის შეფასებით არის გადასაწყვეტი ადამიანური ურთიერთობები რა გეჯობია და მე მოვიკითხოთ კანონი მაგრამ ეს ქვეყანა არ ყოფილა და მაშინ ყველა დაიწყო თვითნებობა და თვით რა ვიცი საკუთარი სამართლის ცხოვრება რო დაიწყოს ყველა ეს იქნება არეულობა და ანარქია და მაგი მერია და სოციალური სამსახური რას უნდა აკეთებდეს ამ დროს მერია და სოციალური სამსახური აეთელა ინფორმირებული გუნდების პრობლემებზე მერიამ ერთადერთი რაც მოახერხა მისი ასე ვთქვათ შეხედულებით და მისი პროგრამების ფარგლებში რაც მას მიაჩნია რომ მეტი არ შეუძლია არის ის რომ გუნდები რაც გითხრათ როგორც დანადობის ხეთ ოჯახში დანადობის ხეთ 400 ჯგუფის შეურა ну მეტნაკლებად რაღაცა დღეების ცვლილები და ზოგჯერ შეიძლება ივლისში დაგეიცოს 5 მაისში შეიძლება ხო მაგრამ ეხა 5-400-ს როგორც ქალბატონმა გუნდაზმა ახსენა ხო და 400-ად ეხლა საადიკვოზოვნე იპოვეს ბინა ბათუმში ადეკვატურ და რა თუმცა აგვისტოში ბატონი შევიდა ბარაკში ეგა ხო და ეხლა ბარაკსაც ვერ იპოვის ბარაკსაც ვერ იპოვის სეზონია ეგა გუნდები როცა იპოვა ანუ ჩვენ ახლა არასამთავრობო სექტორი დიდად ისედაც არ ვიყავდი ასე ვთქვათ
2-3 წლის წინ ესეთო შეძლებულ მდგომარეობაში რა ასეთ თქვა სიტუაციებში სახელმწიფოს დახმარებული და თქვა სადაც სახელმწიფო ვერ აკეთებდა ჩვენ დახმარებული და ადეკვატურად მაგის შესაძლებლობა არ ქონდა მაგრამ ეხლა საერთოდ აღარ გვაქვს არაფრის შესაძლებლობა ელემენტარული ხელფასებიც კი აღარ არის შეიძლება ორგანიზაციებში პირო უნდა დაუკრიბოთ კი, ჩვენ ვიცით რომ რუსული კანონები მიიღო ქართული ოცნების მთავრობამ, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წინააღმდეგ, რომ გააუქმოს მთლიანად სამოქალაქო ორგანიზაციები და აღარ არსებობდეს გავსი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის შუშუმ პირებს, ისევე როგორც ქალბატონ გულნას. ბატონო, გულნანი ჩვენი დიდი ხნით ბენეფიციარია, იმიტომ რომ როგორც ითქვა, წლებია ძალადობის საქმეზე გამოძიება და სასამართლო 2 წელია არ დამთავრდა. მაგრამ სასამართლომდე გამოძიება ხო გაწელილი იყო კიდე. ეს არის სამოქალაქო დავაა, ხო? ანუ რომ მოტყობით გადაიფორმა მისი ბინა თავისუფალ ყოფილმა ქმარმა. ეს არის ჯერ საქმე აღძულია პოლიციაში მხოლოდ ოჯახის ძალადობის ფაქტზე. განცხადება არის შესული თაყლითობით ბიზნეს ასე ვთქვათ დაუფლებაზე და ჯერ მაგაზე გამოძიება რა ხდება არ ვიცი. უბრალოდ გამოძიება მიმდინარეობს. უბრალოდ ზეპირის ანუ ზოგადი შეტყობინება შევიდა მაგრამ გუნდს ჯერ გამოკითხული არ არის. მაგრამ აქ პრობლემა რაშია? ჩვენ წლები ამ ოჯახის ძალადობის შემთხვევაში ვეხმარებით გუნდს და არამატო იურიდიულად არამედ მატერიალურად. მაგრამ ეს ყოფილი ქმარი პატიმრობაშია, როგორც ვიცი არა? რანი? ეს ყოფილი ქმარი პატიმრობაში არ არის ახლა? არა, გირაოთია გარეთ. გირაოთია გარეთ არის. და ეს ბინა გაიყიდა, რაც ცხოვრობდა ქალბატონ გუნდს, ხო? უთხრა რომ იპოთეკითო გამოვიდა ამ შეცდომა ბიზნესი დავიწყოთო. მაგრამ თუ მე იპოთეკით კი არ გამოვიდა, თვითონ გადაიფორმა. გუნდს არის ახლა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან თვითონ თქვა საჯაროდ ლაივში რომ გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობები ახლა მე შემიძლია ვთქვათ ვისაუბრო მან ყოფილი რომ მან მისი მდგომარეობით ისარგებლა გარკვეული მედიკამენტები იგებდა გუნდში რითაც ვერ განსაზღვრა ამ ადამიანმა რომ რაზი აჭერდა ხეს და რა შედეგები მოყვებოდა იმ გარიგებასაც მის ქმარმა შეთავაზა მას ეგონა რომ მის ქმარს გამონდა იპოთეკური წესრიგი გუნდში სახელით ბიზნესის დასაწყებად მაგრამ რეალურად საჯარო ეს ამონაწერების მიხედვით მოხდა ამ ქმარზე ბიზნეს გადაფრენება და ამ ქმარმა გაყიდა მე სხვაზე. ანუ უკვე სხვა პირის ხელშია უკვე ეს ბინა, ხო? მე ხა ის პირი ამას რომელიც ბუნებრივია ეთყოსა კელესინეს არის შემძენი. მაგალ გამოძიება იდება და არის ამ ბიჭს რამე მიმოწერები ქონა მის ქმართან. რამე ურთიერთობა ნაცნობობა აკავშირებს. მაგრამ გამოძიებას ეს არ დაუდგენია თაღლითობის საქმეზე. რამდენი წელია რაც დაწყებულია ამ საქმეზე გამოძიება? სიმართლე გითხრათ, ანუ რამდენიმე წელია განცხადება და ეს, მაგრამ გუნდში ხანჯამთენობის მდგომარეობის გამო ყარაღაძის გამო ვერ შეძლო აქტიურად პოლიციაში მიყოლა და ჭხუბი რო გამომკითხეთ ხო გეუბნები ჭხუბი გვიძებს ყველაფერი კარგი და ბოლოს შეგვიჯამო რას ნიშნავს ეს ამბავი კაპიტანი გულნაზ ფერაძის შემთხვევა აი როგორც ჩანს ადრე თუ იყო პრაქტიკა იმის მიხედვით რომ კანონი როგორც ითხოვდა რომ კანონმდებლობა შეიცვალა და თვითნებური გამოსახლებები აიწალდა პოლიცია პირდაპირ აფრთხილებდა მისაკუთრეს რომ შენ მესაკუთრე ხარ თუ არა მე ვერ ვადგენ და კომპეტენცია წარმა წადი მიმართე სასამართლოს დაანგინე აიგე გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ მიმართე აღსულებას და გამოასახლე შენ ვერ შეიჭრები ვერ გამოვუყნი ნივთებს ვერ გამოასახლებ ადამიანს და მფლობელის უფლება იყო დაცული ამ კუთხით როგორც კანონი ითხოვს ეს კანონი კარგია ცუდია სწორია არასწორია ამას ასეთი კანონი ამას ვერ განვიხილავთ კანონი უნდა იყოს დაცული და კანონი იყო დაცული და როგორც ბოლო თვეებია ეს კანონი თვითონ როგორც მოუნდა ისე შეცვალეს იმიტომ რომ უკვე ამ ფაქტის გარდა ერთი ფაქტი ვიცი მე რომ პოლიცია უკვე ამბობს ამას რომ ჩვენ მესაკუთრე ხარ და კი ბატონო შეხვედი გამოაგდე გამოუყარე კი მესაკუთრე ხარ მე კაი გენდობი შენ რომ მესაკუთრე ხარ სწორად გამოაგდე და აღარ ეხება მესაკუთრე პირიქით ფლობელს ეუბნება რომ შენ თუ შეხვარ მე შენ დაგიჭერ ეს იყო ერთი ფაქტი ერთი თვისი მოვივიდა ინფორმაცია და აგერ გუნდანის ფაქტი დადასტურდა ანუ სხვა ფაქტების შესახებაც გსმენიათ როცა პოლიციამ დაიკავა მესაკუთრის მხარე და არა კანონის მოთხოვნა მაგრამ პოლიციას ამის კომპეტენცია არ აქვს მესაკუთრეობა განსაზღვროს ამიტომ არის იმან უნდა აკვეთოს ინტუიციური სამართალი დარღვევა თორე მე ეს სამართალი დარღვევა
კანონიერი იყოს, ორი იყო, არასორი იყო, ეგ მერე გაიგოს. ეს თუ გაირკვეს სასამართლოში. მას ქვეყანაში დაიწყება თვითნებობა, თუ ეს პრაქტიკა ასე. ანუ პოლიციამ დღეს ხელი შეუწყო თვითნებობას. კი, თვითნებობა შეუწყო ხელი. მით უმეტეს როცა მსხვერპლი შუშუმუ ქალია. და მაგას თავი დავანებდი ის ხალი, ვინც პროგრამი გადახადა, ნივთები გამოყანა, მესაკუთრე საერთოდ არა. და რომ ციკოს მაინც კანონდარღვევა და არ არის, ეგ არის უგებულება ზუსტად. მადლობა. პოლიციას არ აინტერესებს სიმართლე და კანონი. ხო გეუბნები ადამიანი პოლიციელი, მეუბნება რომ კანონი კი არა, ჯერ ადამიანური ურთიერთობებია. მომრიგებელი მოსამართლე არის პოლიციელი თუ კანონს თამადანამცე ივენიო. მადლობა, ეს რამინ მაჭარაშვილი იყო, იურისტი, ადვოკატი, ის იცავს აი ამ შუშუმუ ქალის ინტერესებს, რომელიც დღეს გამოასახლეს თვითნებურად. აი ეს ჩვენ ვართ ბათუმში, ხა მე ვკითხულობ კომენტარებს, სად არის ეს შემთხვევა, ეს ხდება ბათუმში, ფერაძის ქუჩაზე, სადაც არის ბარაკული დასახლება, აი რამდენიმე ბარაკია, როგორც ხედავთ, ირგვლივ კორპუსებია, ახალი კორპუსებიც, ძველი კორპუსებიც, აი აქ მშენებარე კორპუსია და ამ მშენებარე კორპუსის ქვემოთ გვერდით არის ერთ-ერთი ბარაკი, როგორც ეხლა რამინ ბაჭარაშვილი აღნიშნავდა, ისიც კი არა დადასტურებული, რომ ქალი ვინც დღეს გამოუყარა თავისი პირადი ნივთები შუშუმუ ქალს, ისიც არ დაუდგენია და ვერც კი დაადგენა ამას პოლიცია, თავად არის თუ არა ამ ბარაკის მესაკუთრე, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ როცა ბინა არის გაქირავებული და დგინდება ქირავნობა და ამას არ უარყოფს არც ერთი მხარე, რომ ეს ბინა ქონა დაქირავებული ამ ქალბატონს. ამ შემთხვევაში პოლიციას უნდა შეეჩერებინა გამოსახლების პროცესი, რადგანაც ბილის მფლობელი არის ეს შუშუმუ ქალი, რომელიცაც ნაქირავები ჰქონდა ეს ბინა. და როგორც თავად ამბობს, ბინაში იყო პრობლემები, იატაკი ჩავარდნილი, იყო ბინაში ვირთხები, მორიელები და მან სთხოვა ბინის მესაკუთრეს, რომ გაერემონტებინათ ბინას, სწორედ ამას მოყვა შემდეგ კონფლიქტი ბინის მესაკუთრესთან და შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ თუ კი გაარემონტებდა ის ბინას, ამის შემდეგ გადაეხდიდა იგი თანხას, ქირავნობის თანხას, თუმცა მხოლოდ ბოლო ერთი თვის ქირის ფული არ მაქვს გადახდილი, დანარჩენი ყველა გადახდილი მაქვს, ამბობს ქალბატონი. და მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც მაქვს ამბობს. ყველაზე მთავარი რაც არის ალბათ არის ის, რომ როგორც რამინ მაჭარაშვილი აღნიშნავდა, თავად პოლიციელების თვალწინ ხდებოდა დღეს უკანონობა და პოლიციელებმა არა თუ აღკვეთეს ეს უკანონობა, არამედ ხელი შეუწყოს ამ თვითნებობას და უკანონობას, ანუ თვითნებურ გამოსახლებას, რადგანაც გამოსახლება სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ უნდა ჩაერთოს აღმასრულებელი და აღსრულებას როცა გადაეცემა საქმე, ამის შემდეგ უნდა მოხდეს კი გამოსახლება კონკრეტული პირის თუ კი გამოსასახლებელია და ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა და პოლიციამ დაუშვა ის, რომ თვითნებურად გამოესახლებინათ შუშუმუ პირი ამ ბარაკული ტიპის დასახლებიდან. შემდეგ გადაიყვანეს მხარები პოლიციის განყოფილებაში, მეოთხე განყოფილებაში, გამოკითხეს როგორც ირკვევა და ქალბატონი ამბობს, რომ მის გააფრთხილეს ასევე, რომ თუ კი ის მესაკუთრეს მენდადებულ ბოქრომს გატეხსა შევა ესე ბინაში, თავად ის მიეცემა პასუხისგებაში. გულნას ფერაძე ამბობს, რომ წასასვლელი არსად არ აქვს, მან დაკარგა თავის ერთ-ერთი საკუთრება, მოტყუებით თავისი ყოფილი ქმრისგან, ქმრის მოქმედების შედეგად, რომელიც არ გამოუძიებია პროკურორს. უკაცრავად. და ეს დარჩენილია გარეთ ღიაცის ქვეშ და არ მიუღია განყოფილების მოადგილე მესე მითხრა ვერ შევდივარ სახში რომ გატეხავო, ესე იგი მარტო ჩვენთვის არსებობს კანონი, რომელიც თუ შეხვალო დაგიჭერო. ასე მითხრა პირდაპირ. პასუხისგებაში მიცემო. აგერად რომელშიც თქვენ ნივთები აწყვე ახლა გარეთ, რომ მათ შორის დაზიანებული ნივთები ამ გამოსახელების, თვითნებური გამოსახელების დროს. ეგერ მაგიდა დააზიანა კიდე. აქ ყვავილები მედო. რა ვიცი სადგა იმდენი ყვავილიდან სად რა ყრია ყვავილები. ეს თვითონ ჩაალაგა პარკები, აქ თეფშები, აგერ თეფშები. დატეხილი თეფშებია. წადის სახში, წადის აქ. ყველაფერი. დატეხა, დაფშნა, აგერ. ასე გამომიყარა გარეთ. ასე მითხრა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მეოთხე ქვეგანყოფილების მოადგილე. მითხრა რომ შეხვალ დაგაკავებთ. ჩემმა ადვოკატმა რო უთხრა იმას რატო არ აკავებთო, პირდაპირ მომბრუნდა და მე ასე მომიბრუნდა დაგაკავებთო მითხრა. მე გამომძიებელი არ წერდა.
ეკაქვია იმ გამომძიებელს, ჩემ ადვოკატმა რამინ მაჭარაშვილმა 8 ჯერ მიუთითა, რომ ჩაწერა, რომ გატეხენ ბოქლომი. აგერ არის ეს ბოქლომი, დაულუქე, რო არ თქვა, აგერ ამით, ზუსტად, ამითი გატეხა ბოქლომი, აგერდეს ეს. და ახალი ბოქლომი და მოვიდა პოლიცია. ან თქვენ ხოთ ბანამდე სხვა ბოქლომი ამ კარზე, რომ როცა არ იყავით სახლში, ამ დროს გატეხეს ეს ბოქლომი. ბატონო, არ ვიყავი სახლში, ამ ბოქლომით. და თქვენ როცა მოხვედით სახლში, უკვე იყო გამოსახლების პროცესი, ანუ თქვენს ნივთებს გარეთ ყრიდნენ. ეხავდა ამას. ეხავდა კარებს. აი ამით და მეთქი რა შევუტეხავო. მე მოვედი ასე რომ გადამეღო უკვე გატეხილი ქონდა კარი. აი აგე რა მისი ნახამები. განატეხი ქონდა კარი. აგერ არის რა თვითონ გადაიღე. ხო. რანაირათა. კარი. როგორ აქვს გატეხილი. და ხოთამ ეგ მეუბნება პოლიციის ქვეგანყოფილების მეოთხეს მოადგილე, რომ ახალი ბოქლომი დაკიდა გუშინ მაგან. მეუთხარი გუში როგორ დაკიდა, როცა დღეს ეხავდა. ეგ 4 წელი 3 წლის ბავშვმა მოვიდა აიხლა და მითხრა რომ როგორ ტეხავდა მაჩვენი. რო შეეკითხოთ იმას ისიც გეტყვით. და არავინ არაფერს არ გთავაზობთ, არც პოლიცია, არც მერია, სადმე წასასვლელს არ გთავაზობთ. ასე მითხრა თვითონ და ჩემი ნივთები დაკეტა და ესე მითხრა. კარგი, ეს გულნას ფერაძეა, რომელიც ახლა გვიყვებოდა თავის ისტორიას, როგორ აღმოჩნდა ქუჩაში, ღიაცის ქვეშ პირდაპირ მნიშვნელობით ეს მისი პირადი ნივთებია, რომელიც გამოუყარა მესაკუთრემ თავისი ბინიდან. როგორც იურისმა განმარტა, ქილონობის ხელშეკრულება მოშლილი არ არის და არავითარი უფლება არ ქონდა მესაკუთრეს, რომ თვითნებურად გამოისახლებინა გულნას ფერაძე აი ამ ბინიდან და იურისმა ასევე მიუთითა იმას, რომ პირდაპირ ხელი შეუწყო დღეს პოლიციამ, პოლიციის მეოთხე განყოფილებამ, რომელიც ადგილზე მოვიდა უკანონობას და თვითნებობას, რადგანაც ცნობილია, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით გამოსახლება სჭირდება სასამართლოს გაწოდება ნებისმიერ შემთხვევაში და ეს პროცესი უნდა განახორციელოს აღსრულების ეროვნულ ბიურომ. ამ შემთხვევაში კი თავად მესაკუთრემ გამოასახლა თვითნებურად ქალი, რომელსაც დაქირავებული ჰქონდა სამასრად ეს ბარაკული ტიპის დასახლება. შუშუმპირი ეს ქალბატონი, რომელიც იღებს შუშუმპირის დახმარებას, ასევე სოციალურ შემწეობას და მერია უხდის მას ქირის თანხას თვეში 400 ლარს, თუმცა ის ამბობს, რომ ეხლა მით უმეტეს შუა სეზონზე აგვისტოში ის ვერსად იპოვის ამ თანხად ბინას, რომ გადავიდეს სხვა ბინაში. აუცილებლად დავუკავშირდებით ჩვენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ არ დაიწყეს მათ გამოძიება და რატომ არ მოახდინეს რეაგირება ამ შემთხვევაზე. და აუცილებლად გკითხავთ ასევე მერიას იმის შესახებ, თუ სად უნდა წავიდეს შუშუმ ქალი ამ ვითარებაში თავისი პირადი ნივთებით, რომელიც აღმოჩნდა დღეს ღიაცის ქვეშ. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ფერაძის ქუჩიდან, სადაც ბარაკულტების სასახლებაში ბარაკულტების სასახლებიდან გამოასახლეს ქალბატონი გულნას ფერაძე და ჯერჯერობით გაურკვეველია მისი ბედი. მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ აუცილებლად მოგაცდით განახლებული ინფორმაციას ამ შემთხვევის შესახებ. ეს უნდა ჩვენს გვერდებს, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით. ინგა ბაღანა მოდის.